რა რეალობა არის საქართველოში ზოგადად ამ კუთხით? ბოლო წლებში შევნიშნე თერაპიებზე ეგრეთ წოდებული ბაბულიკებით. ნაზის. და მეც ვზივარ. მაგ დროს მივხვდი რომ იყვებოდა პანიკის შეტევას, ოღონდ ისე რომ არ იცოდა რომ ეს იყო პანიკის შეტევა. არ არის ერთი და იგივე ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი. ჯობს უპირველესად მივიდეს ფსიქიატრთან. არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ ეს სიარაღები, რომლებიც უკეთესად ხედავენ რაღაცებს, სადაც მე ესე მარტივად ვერ ვხედავ. ეხა პედოფილია ეხა ეს და ამასთან სხვანაირად დედას ვუტირებ ეხა ამას ის ფსიქოთერაპევტი არ არის. ფიზიკურ ჯანმრთელობასთან რამდენადაც ის მნიშვნელოვანი, ისიც მნიშვნელოვანია და ერთმანეთთან ბმაშია. შიშებიც არის, მითებიც არის, არასწორი წარმოდგენებიც არის, დეზინფორმაციაც არის. და სინამდვილეში შეიძლება ძალიან კარგი სპეციალისტი იყო. უბრალოდ მე არ ვიცი სად მივედი.